ეს წამომისი რაფერი არის შემოჭი წამ. თებერვლის მე პირველად ავსმესი სასეინოთ მოგეხსენება წასული ვიყავი სამუშაოდ გერმანიაში, რაღაც აირია სიტუაციები, რაღაცეების არაკორექტული საქციელების დამოქმედებების გამო და მომიწია აქეთ წამოსვლა და ვარ სამშობლოში აფერი არ ჯობია მესის სიხარული ავი რომ დამინახა გაგიჟდა Yo, oiga, ya. Ya. Ya, oye, bollo, se dijo yo un bollo. Muy და თანცდა მიშოვლი იყო გვიან ობამდე არ ჩამოვდიოდი ივლისის თემდე ეხლა ცოტა ადრე მომიწია ჩამოსვლა და ავიცოდი ამინდები იყო და დღეს როგორ გამოვიდარა და გადავწყვიტე მესი გამომიყვანა დინარის პირას ეხლა მესი სავარაუდოდ როგორც კი მივა იქიც ეს ერთი ხმანადი და ჩახტება წყალში იბანავებს წადი მესი იბანავე წყალში იბანავე მიდი იქ წამოიბანავე მესი ცხელა მესის გადაგზა პატარა გუბეებში ხდებოდა მიდი მესი იბანავე წყალში მოდია Emici. Vedi video cazzo, ragazzi. Lasci. Scusa, esare ragazzi. Emici. Emi gigi bici. Che io mi si banavo. Mesi se skala op, gabicho. Mesi se skala mesi banavibdi, მე სამწუხაროდ. რავი, აქ დიდი ხანია არ ვიბანთ. ცოტა დაბინძურებული ეს. მდინარე, მესი ელოდება ქვასროდეს გადავიდები, მესი, ემი. აი რა სიფერხა ოსიგა გამოსვლაზე გაიფერხო მე ჩემთან არ გააკეთო უშვათა ხო ზარდეთ მე მოვა და ახი ფერხავს აი რა კარი ხო შეგივიდა ოსი მე თხილ ემისი ეს ერთადერთი ადგილია, სადაც კიდე არის რაღაც ადგილები, მაგრამ ახალ არ არის, სადაც შეძლო მესი გაცუროს და პატარა წყლები აქვს. იმიტომ მყავს ამათაც. ის ხარი გელგეზ გავისე. და დამინახა ქუდით, ჩექმით. აქ ცივი სახში. არ დამსვენი. No, no, misi. Კიდე გადაგიდო მისი, ემისი. ხარია პატარა ბავშვით. აბა დროებით და ნახავთ წელი იქნება თუ არა. მოგესალმებით, მეგობრებო, დღეს არის 8 მაისი.
მოგიხსენებათ მემყოფებოდი, ვინც უყურებს ჩემს ვიდეოებს, მემყოფებოდი საზღვარგარეთ სამუშაოდ, მაგრამ რაღაცნაირად მომიწია ადრე ჩამოსვლა. რაც არ უნდა მომხდარიყო, რაღაც მიზეზების და გამო, მაგრამ თავარია სამშობლოში ვარ, სახლში ვარ. აგერ ჩემს დავალ ადგილს დაუბრუნდი ბუნებას, ეგერ მესი წყალში ჭუპალავდა და ახლა მზეზე თვება ცოტა მაინც ცოტა გრილა და ცოტა ნასიავნებია, მოდის კაროჩე მიბიძგებს წამოს შევიდეთო, უნდა შესვლა იცი საკეთ მინდვრებია და შეიძლება მწყერი ნახოს და ვერ ითმენს და ნახოთ აბა შეხვდება თუ არა მწყერი. ერთი კვირის წინ ყოფილა მეგობარი გასული, ბეკასებიც იყო, მწყერიც უნახია და იმედია დღეს მე და მესისას შეხვდება მაისის მწყერი და რა თქმა უნდა თოფის გარეშე შევეცდებით ნაბური დავამუშავოთ და ლამაზი კადრები შემოგთავაზოთ. მწყერზე ნადირობას მინდა შევეხო დღეს, რაღაცნაირად რავი, შეიძლება მე არ ვიყო ზუსტად ჩახედული ამ არც წამიკითხია ზუსტად, მაგრამ როგორც რაღაც ზეზეულად ვიცი, მწყერზე აგზარეს ნადირობა კერძო საკუთრებაში და ჩვენთან სადაც ნადირობთ ფაქტიურად 90% მწყერზე სანადირო ადგილები არის კერძო საკუთრება, სიმინდის ყანები. ვინც გარკვეული ხართ ამ საკითხში, დაწერეთ კომენტარები, როგორ შეიძლება ვინადიროთ დაუშვათ იმ ადგილებში, სადაც მე 14 წლის მერე ნადირობ მწყერზე. უკვე 51 წლის ვარ და ამდენი წლის განმავლობაში შეზღუდვები არასდროს არ ქონია. მით უმეტეს, სავარაუდოდ ჩემი აზრით ეს კანონი ვინც შემოიტანა, ბოლომდე ჩახედული არა ამ თემაში. ჯერ უნდა გამოიკვლიო, ვის რას არგებ, რას ავნებ, ხო დაუშვათ ასეთი რაღაცა, ჩვენთან დაუშვებელია ფაქტიურად ადამიანს უბიძგებ ბრაკონიერებისგან, როდესაც ითხოვა ამ სეიდე გადასახადს 50 ლარი, როდესაც იყო 10 ლარი გადამფრენ ფინველზე და თან გვიგზავნავთ ნადირობას. ესეთი რაღაცა დაუშვებელია და მე თუ ვსდები ვინც ნახავთ ჩემ ვიდეოს და ვინც ხართ გარკვეული, აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში. ტყისხათამზე, ვოთხოგზე აუცილებლად ვინადირებთ ტყეში, მაგრამ ხდება ისეთი რაღაცა, რომ ისეთი ადგილების გავლა გვიწევს ტყის მიდამოებში, მიტოვებული თხემნარებია, ესეც კერძო საკუთრებაა, მაგრამ მიტოვებული თხემნარები, ამასაც არც ღობე აქვს, არც კარი აქვს იმაში, რომ გავიერო და რომ ვინადირო ტყისხათამზე, მე რაც მახსოვს კი არა, რაც მონათხრობიდანაც მახსოვს, ჩვენს წინაპრებსაც ვინადირიათ ისეთ ადგილებში, სადაც ტყისხათამი უმეტესად არის, უმეტეს ადგილებში ისევ და ისევ შეძალავენ ნადირობას და რატო გამოეკიდონ ბრაკონიერებს, რომლებიც ნადირობენ, რა თქმა უნდა, მანოკით, ეგრეთ წოდებული და ფანრით ტყისხათამზე ღამით არ ქრება ფანრები, ყველა მიცის, სადაც კი კათამი ჯდება ღამით, ყველგან ფანარია და დისკოტეკაა ღამით ჩართული, ფანრებით ერთმანეთს უნათებენ, იმდენი სასტავი დადის სანადიროდ. იმას გამოეკიდონ, ვიდრე კეთილსინდისფერ მონადირეებს, რომლებიც ნადირობენ კანონის ფარგლებში. ასე რომ, მეგობრებო, დროებით დაველოდოთ აგვისტოს ეს სეზონის გახსნას, ყველას, დამატებულ სეზონს გისურვებთ და არა ბრაკონიერებს და უსაფრთხოს. აბა დროებით ცოტა ხანში შევალ, მოვიძიებთ არის თუ რა მწყერი და აუცილებლად შემოგთავაზებთ ლამაზ კადრებს მესთან ერთად ჩემი აზრით რაღაცა შეხვდება. აბა დროებით. რაღაც დარგის და პროპოზოს მესენჯერობით.
აფრინოს. აი ნაბულიც ამდენი ხანია მოსდევს და აი მეტის ნაბულიც ხანია მისდევს და როგორც იქნა Sedamız. Gel, midi ne? Midi mi pare? Midi. Aygo patlıcan kızıyor. Midi. Midi შეიძლება ისევ გაფისმეს. Midi მე ვერაფერს ვერ ხედავ, მაგრამ შენ იცი საძეს. ახუზე სადღაც. ნახე. Midi დროა. გაგირბის მე ის და ის. Midi ნახე. Asgarbi ამდენი ბიჭო, ა? დღეს აკამეს უნდა იპოვა. Mojakis da saigă iso da xamesi უნდა გაარკვიო. Აი იქითაა ყველაზე. Ki garbis? Ai, agera is. Da, bicho, afini ala bologo. Ai. Sebi. Min hat aufs Mission da afini das ist. Ai. Ka. Mes modi, kai bichi modi. Qochach modi. Modi ჩემი სიც qochach mesi. Modi ჩემთან modi. მაინც იპოვა მოდია. იმენაც ხვერთან დაის. არ დაანება თავი. Qochach mesi. Qochach. Modi ჩემი გიჟი modi. ანუ აქეთ ყოფილა გამოქცეული ისწრები და მაინც იპოვა მესი აფრინა არ დათმოიცოდა რომ იქ ის და სადღაც წელი წამომოდი აგე ბოლომდე ვნახოთ. ორი მწყერი შეიხვედა დღეს მესიმ. აგენ მესია, მოდი ბოლომდე ვნახოთ აგე რა კაი მინდრებია. Qochach მესი მოდი, კაი ბიჭი.